თავზურგ ტვინის სითხის ვენური ფისტულის მკურნალობის ვარიანტები დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე. ვარიანტები მოიცავს დაკვირვებას, ემბოლიზაციას და ქირურგიულ ჩარევას. დაკვირვება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რეკომენდებული იყოს დაკვირვება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს დროთა განმავლობაში აკვილდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ სიმპტომები არ უარესდება. ეს მიდგომა შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მდგომარეობის მსუბუქი ფორმა და არ აღენიშნება მნიშვნელოვანი სიმპტომები. რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ მდგომარეობა არ პროგრესირებს. ემბოლიზაცია. ემბოლიზაცია არის მცირე ინვაზიური პროცედურა, რომელიც გულისხმობს არანორმალური კავშირის დაბლოკვას მცირე ზომის კოილით, სპირალით ან სხვა მასალით, რათა თავზურგ ტვინის სითხე არ ჩაედინოს ვენურ სისტემაში. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და საჭიროებს მცირე განაკვეთს. ექიმი იყენებს კათეტერს კოილის ან სხვა მასალის ფისტულის ადგილამდე მისაწველად, სადაც ხდება მისი განთავსება არანორმალური კავშირის დასაბლოკად. ემბოლიზაცია არის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის ვარიანტი თავზურგ ტვინის სითხის ვენური ფისტულისთვის და აქვს წარმატების მაღალი მაჩვენებელი. ქირურგიული მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში არანორმალური კავშირის აღსადგენად შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული მკურნალობა როგორც წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ფისტულა დიდია ან რთული, ან როდესაც ემბოლიზაცია შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე ქირურგიული ტექნიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას თავზურგ ტვინის სითხის ვენური ფისტულის აღსადგენად, მათ შორის კრანიოტომია და ენდოსკოპიური ქირურგია. კრანიოტომია გულისხმობს თავის ქალის გახსნას ფისტულის ადგილამდე მისაწველად. ენდოსკოპიური ქირურგია გულისხმობს მცირე ზომის კამერისა და სპეციალიზებული ინსტრუმენტების გამოყენებას ფისტულის ადგილამდე მცირე განაკვეთიდან მისაწველად. ქირურგიული ოპერაცია როგორც წესი ტარდება ზოგადი ანესთეზიით და საჭიროებს რამდენიმე დღიან ჰოსპიტალიზაციას. გამოჯამრთელების დრო დამოკიდებულია პროცედურის სირთულეზე.